კი გადავინაცვლოთ ქუთაისში საქართველოს პარლამენტიდან ქართული ოცნების წევრი ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. მოკლედ სიტუაცია ასეთია, ოპოზიცია პროგნოზირებს ფასების გაზრდას და სამუშაო ადგილების შემცირებას ქვეყანაში. მე მინდა თქვენ კითხვა დაგისვათ პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მართლა ასეთი აპოკალიფტურია ის სურათი, რომელსაც პროგნოზირებს თქვენი ოპოზიცია, ბატონო ზაქარია, თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ აი ეს 10 პუნქტიანი გეგმა, რომელიც გუშინ წარმოგვიდგინა პრემიერმა კვირიკაშვილმა, გამოიყვანს ქვეყანას ამ მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობიდან. ზაქარია ქუცნაშვილი უპასუხებს რამდენიმე წუთში ჩვენ შეკითხვებს. მე კი შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ძალიან მწვავე კრიტიკის მიზეზი გახდა პრემიერის 10 პუნქტიანი გეგმა, ლარიზაციის ერთგვარი გეგმა. ოპოზიცია ამბობს, რომ გადასახადები მოიმატებს, გაძვირდება საწვავი, რასაც ყველა სახის საქონელზე ფასის გაზრდა მოყვება. გესმით ჩემი ბატონო ზაქარია? ბატონო ზაქარია, თუ გესმით ჩემი? ზაქარია ქუცნაშვილს არ ესმის როგორ ჩანს საქართველოს პარლამენტიდან ჩართვას ტექნიკური ხარვეზები ახლავს, არ ვიცი გავიმეორო თუ არა ჩემი შეკითხვა. ბატონო ზაქარია, გესმით ჩემი? მოგესალმებით, ინგა, შეკითხვა არ მომისმენია. მოგესალმებით, მე გავიმეორებ ჩემ შეკითხვას. ოპოზიცია ძალიან მწვავე აკრიტიკებს ქვეყნის პრემიერის მიერ წარმოდგენილ 10 პუნქტიან გეგმას. ოპოზიცია პროგნოზირებს, რომ გაიზრდება ფასები ყველაფერზე, რადგან ყველა სახის საქონელზე ფასის გაზრდა მოყვება საწვავზე ფასების გაზრდას და გაზზე. ოპოზიცია პროგნოზირებს, რომ ეს ყველაფერი დაარტყავს ბიზნესს, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესს და მოხდება სამუშაო ადგილების შემცირება. ასეთი აპოკალიფტური არის ის სურათი, რასაც პროგნოზირებს თქვენი ოპოზიცია, არა მხოლოდ საპარლამენტო, არამედ არასაპარლამენტო. მე ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ, ხართ დარწმუნებულები, რომ ის გეგმა, რომელიც გუშინ კვირიკაშვილმა წარმოგვიდგინა, გაამართლებს? კარგი შეკითხვა, ინგა, იმიტომ რომ რეალურად საზოგადოება თავისი ბუნებით კონსერვატორია და ის ცვლილებების მიმართ ყოველთვის დაზაფრული ხდება ხოლმე. ფაქტი ერთია, რომ წარმოდგენილი გეგმა მიზნად ისახავს, რომ ლარი იქცეს ეროვნულ ვალუტად და ლარიზაციის პროცესის, ლარიზაციის რეფორმის სრულად გატარების შემთხვევაში ის არ იქცეს მხოლოდ ეკონომიკის ერთი სეგმენტისთვის გაცვლის და დაგროვების საშუალებად. დღეს მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვთხოვთ ლარით მომსახურებას მხოლოდ სავაჭრო ობიექტებს და მთელი რიგი ეკონომიკის სფეროები გამოსული არიან ამ მიმოქცევის სფეროდან, როგორც ლარის ერთ-ერთი გადამხდელი საშუალების და ფაქტურად ვაჭრობენ ან ემსახურებიან უცხოურ ვალუტაში. ჩვენ გვინდა რომ თუ მივიჩნევთ, რომ ლარი არის ეროვნული ვალუტა, ჩვენი ღირსების და ეკონომიკის საფუძველთა საფუძველი, მოდით არ გავაკეთოთ გამონაკლისები მithumet ისეთ წარმატებულ და ძლიერ სეგმენტებზე, როგორი სეგმენტებიც არსებობს, თქვათ, მშენებლობის სფეროს სახით, ან დეველოპერების სფეროს სახით, საბანკო სფეროს სახით, ფულად საკრედიტო ორგანიზაციების, ანუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სახით. ასე რომ მიზანი მე მგონი ნათელია, რომ ვცდილობთ, რომ ლარი ვაქციოთ მართლაც ერთადერთ გადამხდელ საშუალებად და ქართველი ადამიანისთვის, რომელიც შემოსავალს იღებს ხელფასის სახით, პენსიის სახით, მოგების სახით თუ საჩუქრის სახით, ის არ იყოს მიბმული უცხო ქვეყნის ვალუტის გაცვლით კურსზე. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თუ ასეთი მნიშვნელოვანი იყო ეს გადაწყვეტილება, რასაც ეხლა თქვენ ლარის გადასარჩენად აუცილებლობას უწოდებთ, მაშინ ამდენი ხანი რატომ არ იფიქრა მთავრობამ, ბატონო ზაქარია, თუ დაგისვამ თქვენ ეს კითხვა მათთვის, როგორც გუნდის წევრს, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები გაეტარებინა. მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ძალიან მძიმე და მწვავე იყო ის კრიტიკა, რომელიც ჩვენ ამ გეგმასთან დაკავშირებით მოვისმინეთ ოპოზიციისგან. მაგალითად, დოლარში, როცა 500,000 ადამიანს აქვს ვალი, საიდან მოაქვს
32,000-ზე მეტი ადამიანისთვის 65 მილიონი სესხების ლარში გადასაყვანად სუბსიდირებისთვის ხელისუფლებას, მაშინ როცა მხოლოდ 10%-ით ხდება მათი ხარჯების შემცირება. ვის ინტერესებზეა მორგებული ეს ლარიზაციის გეგმა? გაძვირდება თუ არა ცხოვრება, რადგან ფასები იზრდება საწვავზე, იზრდება გაზზე და ყველაფერი რაც იქნება მიბმული დააზარალებს ფასებს. ანუ ვისთვის არის ეს გეგმა? იმიტომ რომ ლარი გამხარდეს, თუ იმიტომ რომ მოსახლეობამ ამოისუნთქოს ოდნავ მაინც. მეტყვით რომ ერთმანეთზე არის ეს მიბმული ლარის გამხარება და მოსახლეობის პრობლემების ერთგვარი მოგვარება, მაგრამ თუ ცხოვრება გაძვირდება, თუ ყველაფერზე ფასები გაიზრდება, თუ დაუშვათ ინვესტიციებისთვის შეიძლება ეს არ აღმოჩნდეს მაინდა-მაინც მომხიბლავი გაზრდილი აქციზები, ფასები და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ვის ინტერესებზეა მორგებული ეს 10 პუნქტიანი გეგმა? მე ოპოზიციის კონტრარგუმენტებით გესაუბრებით ახლა. ინგა, ჩვენი მიზანი არის ქართული ეკონომიკის ზრდის უზრუნველყოფა, რაც შეუძლებელია ფინანსური სტაბილიზაციის მიღწევის გარეშე. ქართული ეკონომიკა არის მშობელი ფინანსების, მისი გაზრდის, მისი განვითარების. ამიტომაც ყველა ეს პროექტი ჩავარდება და ყველა ეს პროექტი კრახს განიცდის, თუ ჩვენ ვერ მივახცეთ ფინანსურ სტაბილიზაციას. ამიტომაც ეს ტკივნეული რეფორმა იქნება, ბუნებრივია, იმიტომ რომ ხალხი მიეჩვია უცხოურ ვალუტაში მომსახურებას და ვიმეორებ იყო პრივილეგირებული სფეროები ქართულ ეკონომიკაში, რომელიც ლარს არაფრად არ აგდებდა და მისთვის სტაბილურ ვალუტაში ემსახურებოდა ან ვაჭრობდა. ჩვენ მომოთ რომ თუ საუბრობთ იმაზე, რომ ლარი არის ერთადერთი გადამხდელი საშუალება, მოდი ყველას მოვთხოვოთ, რომ ეს წესი დაიცვას. რაც შეეხება ცხოვრების გაძვირებას, ცხოვრებია გაუძურდება თამბაქოს მწევრელებს, თამბაქოს ღირებულების სახით, კაზინოში მოთამაშეებს, კაზინოში თამაშის სახით და იმ დილერებს, რომელიც მეორადი იმპორტირებული მანქანების ბიზნესით არიან დაკავებული. მაგრამ გაუიაფთება ცხოვრება ელექტრომანქანების იმპორტიორ დილერებს, გაუიაფთება ცხოვრება ჰიბრიდული მანქანების იმპორტიორებს. ერთადერთი კომპონენტი, რაც ცხოვრების გაძვირებაზე იმოქმედებს, არის საწვავის აქციზის ღირებულების კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია. ზაქარია, დამეთანხმებით, საწვავზე არის ყველა საწარმო საწვავზე არის მიბმული აბსოლუტურად თითქმის ყველა პროდუქტი, შესაბამისად პურის ფასიდან დაწყებული შესაძლებელია ყველაფერი გაძვირდეს. ამიტომ ერთადერთი ნიშნავს ყველაფრის გაძვირებას, ხო, პრაქტიკულად. არ არის ესე ინგა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ თქვენ რომ როცა ავიღოთ იგივე პურის წარმოების სფერო, პურის წარმოების სფეროში მართალი ხართ, სადისტრიბუციო მომსახურებაში საწვავის კომპონენტი თავისთავად ღირებულებას გავლენას მოახდენს, მაგრამ ამავდროულად იმ პურის წარმოებელ საწარმოს 20%-იანი მოგების გადასახადები იქნება განთავისუფლებული. აქედან გამომდინარე, თუ რამდენ პროცენტს შეადგენს საწვავის ღირებულება იმ თვით ღირებულებაში, ეს უკვე დასწრულია კონკრეტული ბიზნესის შინაარსიდან გამომდინარე, თორე ვიმეორებ, ერთგან ცოტათი გაუძურდება, მაგრამ მეორეგან გადასახადები მოეხსნება. ყველა შემთხვევაში აუცილებელია, რომ ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდეს, ანუ ამ შემთხვევაში შემოსავლების ზრდის გარეშე ბიუჯეტის დეფიციტი გაიზრდებოდა, ბიუჯეტის დეფიციტის გაძრის შემთხვევაში, ანუ თუ ხარჯები ბევრი გაგდა, შემოსავლები ცოტა, ამ შემთხვევაში ეს კიდევ უარყოფითი მოქმედებდა ლარის კურსზე, ასე რომ ეს გარდაუვალ გადასახადებელი ნაბიჯი იყო, მაგრამ მეორე მხრივ დაკომპენსირდა, როგორც გითხარით, ჰიბრიდული მანქანების აქციზის გადასახადის შემცირებით და ელექტრონული მანქანების იმპორტის გადასახადიდან განთავისუფლების სახით, რაც ამ სფეროში გარკვეულ გავლენას მოახდენს, თქვათ, მძღოლების, ანუ ავტომესაკუთრეების განწყობებზე. და კიდევ ერთი, თუ შეიძლება ექსპერტულ წრეებში ამ 10 პუნქტიან გეგმას უკვე უწოდეს ხალხის ერთგვარი დაბოლება, გაუგონარი ინიციატივები, რომელიც იფუთება ხალხზე ზრუნვის იმიჯით. მაგალითად, იგივე ონლაინ სესხების აკრძალვა. აკრძალვაზეც აზრთა სხვადასხვაობა იყო გუშინდელი განცხადებების შემდეგ უკვე და ზოგადად შეიფუთა ისე, რომ თითქოს ხალხზე ზრუნავს მთავრობა და სინამდვილეში გაუგონარი ინიციატივებით გამოდის, რაც საბოლოოდ დააზარალებს ფასებს, გააძვირებს და აკარგინებს ბევრ
სამუშაო ადგილს და ასე შემდეგ. რა სიტყვით თქვენ? ანუ მე რა მინდა იცით რომ მკითხოთ, რომან კაკულია ყავდა გუშინ ეთერში ნინო ჟიჟილაშვილს. მე ვუსმენდი ძალიან ყურადღები და მან ბრძანა რომ ეს 10 პუნქტიანი გეგმა თავისთავად არის საკმაოდ დიდი რისკების შემცველიც. თქვენ საერთოდ ვერ ხედავთ ვერანაირ რისკს, რომ შეიძლება არ გაამართლოს კვირიკაშვილის ფაქტორმა და კვირიკაშვილის გეგმამ? რისკები ფართია ინგა მართალი ხარ, მაგრამ თუ თქვათ ლარის კურსის რისკებზე გაგხედელობაში თქვათ ამ შემთხვევაში ის მერყეობა რაც საზოგადოებრივ განწყობაზე და მათ შორის ფინანსურ სტაბილურობაზე ეგავლენას ახდენს, პირიქით რისკები გადანაწილდება მოსახლეობიდან უფრო ბანკების მიმართებაში და ბანკები უფრო ფრთხილად აწარმოებენ თავიანთ საკრედიტო პოლიტიკას და ბანკები ფაქტობრივად უკვე ორმაგად დაინტერესებული იქნებიან ლარის გაცვითი კურსის სტაბილურობით. დღეს მოსახლეობა იყო დაინტერესებული, ხოლო ბანკები შედარებით ნაკლებად. ეს რისკი თურთი გადავა უკვე კომერციული ბანკების მოედანზე და ეს თავისთავად გამოიწვევს ამ რისკების უფრო კომპეტენტურად და კვალიფიცირებად მართვას. ასე რომ გრძელვადიანი თვალსაზრისით გარწმუნებთ, თუ თანხმდებით იმაზე, რომ ლარი არის ერთადერთი გაცვითი საშუალება, დაგროვებითი საშუალება, ანუ ეროვნული ვალუტა, მას დაცვა ჭირდება. არ დავიცავთ, გაუშვებთ მას მხოლოდ მცირე სეგმენტის ეკონომიკაში, ხოლო დიდი სეგმენტის ეკონომიკაში დავტოვებთ ღრეჩოებს, მოხდება ის, რაც მოხდა. ასე რომ მე პირველსავე დღეს მე ვფიქრობ, მთავრობამ სწორი ნაბიჯები გადგა, საწვავის აქციის გადასახადის გაზრდის გარდა ყველა ნაბიჯი პოპულარულია. და გარწმუნებთ, რომ თუ ეს გამოიწვევს ლარის კურსის სტაბილიზაციას და რაც მთავარია, ფილოსოფიურად განსხვავებულ მიდგომას, რომ საქართველოში ყველაფერი იყიდება მხოლოდ ლარზე. აი ეს პრინციპი უნდა არსებობდეს. საქართველოში ყველა ემსახურება მხოლოდ ლარზე. თქვენ ხელფას რა ვალუტაში გაძლევენ? მე ლარში ვიღებ, რა თქმა უნდა, ისევე როგორც ბევრი თითქმის ყველა საქართველოში. საქართველოში ყველა შემოსავალს ვიღებთ ლარში. სულ ყველა გარდა ის მოქალაქეებისა, რომელიც თქვა გადმორიცხვებს იღებენ უცხოეთიდან. მაგრამ ეხლა ბოდიში ვიხდით, ვინც საქართველოში დოულადს ქმნის, ყველა შემოსავალს იღებს ლარში და მე რენგა გრიგოლიოს რაღაც ყიდვა მოუდეს, მანქანის სახით იქნება თუ ბინის სახით იქნება თუ ავეჯის სახით, ნუ წავიდეს და დოლარები იყიდოს. რატომ? ან ევროები იყიდოს. რატომ? უინგას უნდა ქონდეს საშუალება, რომ მანქანა იყიდოს ლარად, ბინა იყიდოს ლარად, ავეჯი შეიძინოს ლარში. კი, მთავარი ამ შემთხვევაში დაუშვათ რა პროცენტებს დაუწესებენ ადამიანებს იგივე ლარში გადაყვანილი სესხების შემთხვევაში. მოკლედ ალბათ ეს დეტალები უფრო მეტად გაირკვევა, როცა უკვე პარლამენტში დაიწყებთ ამ თემაზე საუბარს. მე წარმატება მინდა გისურვო და არ გქონდეთ სანანებელი მთავრობის ეს ახალი გადაწყვეტილებები, ბატონო ზაქარია. ინგა წარმოედგინეთ თქვენ რომ მედია გაჯერებულია საკრედიტო რეკლამებით. ანუ ფულის დეფიციტი ქვეყანაში არ არის. მე ყოველდღიურად დააკვირდებით სარეკლამო ბადეს, გაჯერებულია საკრედიტო რეკლამებით. ანუ ფული აქვს ბანკებს, გესმით? მაგრამ იმის გამო რომ მათ წყნარად ეძინოთ და მოსახლეობა კიდე ამ რისკების ქვეშ იყო მოქცეული, ეროვნულ ვალუტას როგორც ერთადერთ გაცვლით საშუალებას ფაქტობრივად იგნორებას უკეთებდნენ და სახელმწიფოც ხუჭავდა ამაზე თვალს მრავალი წლის განმავლობაში. მოვიდა დრო, თქვათ რომ თუ თანხმდებით რომ ლარი არის ერთადერთი გაცვლის საშუალება, ანუ ეროვნული ვალუტა, მაშინ ყველგან უნდა იყოს გაცვლის საშუალება და არა მარტო წვრილი მოვაჭრეების და მაღაზიების მესაკუთრეებისათვის. მადლობა. წარმატებები თქვენ, ბატონო ზაქარია, მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ყავდა ეთერში. ახლა კი გადავდივარ ისევ ოპოზიციასთან შეკითხვით ეროვნული ფორუმი და ანი მიროტაძე. ანი, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მაინტერესებს თქვენმა პარტიამ თუ გაანალიზა და თუ შეაფასა და როგორ შეაფასა მთავრობის ეს ახალი გადაწყვეტილებები 10 პუნქტიანი გეგმა, თუმცა მანამდე თქვენი პირველი კომენტარი მინდა მოვისმინო იმის თაობაზე, რომ გუბას სანიკიძე გადავიდა ეროვნული ფორუმიდან ნინო ბურჯანაძის გაერთიანებულ დემოკრატებში. მოგესალმები, მადლობა ჩართვისთვის. გუბა სანიკიძე, ვიცით რომ აღარ არის ეროვნული